ნამდვილად გაოცებული ვარ და გაკვირვებული, რომ შეიძლება ადამიანი იჯდეს ციხეში და ყოველდღე უგზავნიდეს ჯარიმებს, ჯარიმის ქვითრებს უпроსორად და ესეც არ გვაკმარეს და ეხლა დაიწყეს ეს ახალი რაღაცეები. ნიკა რომ გაიტაცეს, როგორ უნამუსოდ გაიტაცეს, როგორ ყავდათ გადამალული და რა დღეში ვიყავით ნიკას მშობლები და ოჯახი, ეს მოსამართლემ არაფრად ჩააგდო აბსოლუტურად. ანდა ნიკა მიდიოდა ლისის ტბის მიმართულებით ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და იმ დროს გააჩერეს, დაუნტვრიეს ეს ვიდეო ფიქსატორები მანქანაზე ყველაფერი და ნიკა კიდევ დააჯარიმეს და ეხლა ნიკას კიდევ ასამართლებენ. ნამუსი არა გაქვთ ქოცებო? ოჯახები არა ყავთ? ნუ თუ შვილების არ გეშინიათ, მაგათი მომავლის არ გეშინიათ, ჩაიხედეთ გულში და ნახეთ რა დღეში ვართ ჩვენ მშობლები, მაგრამ იცით რა? პირობას გაძლევ, მაგრად ვიქნები, დღემდე ხომ არ დავდიოდი გადაცემებზე, ყველა ტელევიზიაში ვინც მიმიპატიჟებს, ყველგან მივალ და ყველას ვაჩვენებ, რომ მაგრათა ვარ და ვიმძვით. ვერ გატეხავთ ვერც მაიკოს, ვერც სანდროს, ვერც ნანას და ვერც ანზორს. ვერ გატეხავთ თქვენ უნამუსოებო. რა გინდათ ამ ბიჭისგან? არ ყავთ ფსიქოლოგები? შეისწავლეთ ნიკას გონება, რომ როდესაც წინამდებობა, მაგი უფრო აქტიური ხდება, უფრო ძლიერი ხდება. თუ ნიკა ემზადებით თქვენ გასაქცევად და ნიკა გინდათ გმირად დატოვოთ, ალბათ ეს არის უფრო მეტად. აი ასეთი ბრალდებები თქვენ ნიკას გმირად აქცევთ, ეს მაინც უნდა გესმოდეთ. ან ივანიშვილი რომ დაკარგულია და არ ჩანს, რატომ არ ჩანხარ? გამოდი ერთხელ და რამით მაინც გამხნევე ხალხი, რომ იხვეწებით, გვაღიარეთო, არ გაღიარებთ ქართველი ხალხი, არ გაღიარებთ, იმიტომ რომ თქვენ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეთ, თქვენ არც ერთმა სახელმწიფომ არ გაღიარათ და იმის მაგივრად ეხლა დაიწყეთ იმ დიახ, ჩვენ მცირე ტექნიკური პრობლემა გვაქვს, ვეცდებით ამ ტექნიკური ხარვესის გამოსწორებას. დღის ამბების სტუმარი არის ბატონი ანზორ მელია, კამელიას მამა, ექიმი, კარდიოლოგი. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და ის საუბრობდა სწორედ დიახ, ბატონო ანზორ, აი თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ითხოვს აღიარებას, ხომ ლეგიტიმაციას, რასაც ვერ იღებს ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისგან. ეს არის პრობლემა და ამიტომაც სჯიან ისედაც პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს. ესაა პრობლემა, აბა მეტი რა საშიშროება წარმოადგენს ნიკა 4 კედელში გამომწყდეული, არავის არ აწუხებს. ალბათ მანდატურების დაუდასტურებენ ნიკა კომუნიკაბელურია, ყველასთან უნდა კარგი ურთიერთობა კონდეს, ყველაფერი, მაგი არა ბოროტი პიროვნება. რა უნდათ, რა მაღიარეთო შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარეთ, დეპუტატმა აღიარეთ, რომ ჟურნალისტებს რომ ეუბნებიან, რომ გაღიარო, მოიქეცი ისე რომ გაღიარო მეშე. ძალით ვერ მაღიარებ. ანდა რას მიედ მოედებიან, კვერცხი გაიაბდაო. რა გაიაბდა კვერცხი? კვერცხი ამ თავარი თუ სამშობლოს კარგავთ, რუსების უკანა ეზოთ რომ გვაქციეს, რამდენი აგენტი ყავს და მდინარაძეს არც ერთი არ დაუკავებია, თვითონ რუსები არიან, რუსები და ბავშვებსაც უკვე ისე ზრდიან, ჩემ შვილიშვილზე მაქვს, რომ არასოდეს ამ თავრობას არაფერს არ აპატიებს. კიდევ ცოტა
რამოდენიმე ხანიდან ნიკას ძალიან მაგარი შვილი ყავს და ნახეთ რასაც ის გააკეთეს, მაგრამ ჯერ მეც არა ვარ, ფორმაში ვარ და ყოველდღე ვივლი ტელევიზიებში ყველგან ვიტყვი რომ ნიკა მაგარია, ნიკა შეუდრეკელია, ნიკა პატიოსანია, ნიკა მეკთამი არა, ნიკა არც ხულიგნობისთვის, არც მეკთამეობისთვის არ ზის ციხეში, ის სამშობლო სიყვარულის გამო ზის. გცხვენოდეთ მთავრობამ, გცხვენოდეთ თქვენ, უნამუსოები ხართ, აქ გცხვენიათ. ყველა ჩემი ავამტყოფი შეაშინეთ, მელიასთან არ მიხვიდეთ, თორემ არ ვიცი რას ვიზამო. ჩემამ ამას პაციენტები გეუბნებიან ბატონო ანზორ? პაციენტები, დიახ, პაციენტები და აი Facebook-ზე, დიახ. Facebook-ის მეგობრები მწერენ რომ ანზორ მელიასო რატომ ლაიქს რატომ უწერო, შემჩნეული ხარ და ნახავთო რას გიზამთო. აი ასე აშინებენ. ვინ ეუბნება ამას ბატონო ანზორ? გამგებელი სოფელში. ანუ ემუქრებიან და აშანტაჟებენ, რომ თქვენთან არ მოვიდნენ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მრავალი, მაგრამ ხალხი კი არ შემცირდა ჩემთა პაციენტები მომრავლდა, იმიტომ რომ ნიკა უყვარ, ნიკას პატივსცემენ და მაგის მშობლებსაც პატივსცემენ. არაჩვეულებრივი ხალხია ეხლა ვინც დარჩა. 95% პაციენტების დამიკარგა, თანაც როგორი პაციენტები იცით? 10 კაციან სუფრაზე რომ ეპატიჟებოდნენ ოჯახში. იმიტომ რომ შეაშინეს ამათმა. არავის თავის ტკივილი ზედმეტად არ უნდათ. მაგრამ არა უშავს, მე მაინც მაგათაც ცემ პატივს. და მესმის მაგათი, მაგრამ თქვენ ოცნება პაპუაშვილი რომ ახარი, კობახიძე რომ ახარ, დინარაძე ეს კიდევ რა ხდება, მეგობრები დაიჭირეთ, მეგობრები ჩაყარეთ ციხებში, ან თავისუფლებთ მაგათ ახლობლებს. ეს რა კაცობა, რა ქართველობა, როგორ ხარიბიაშვილის მომხრე გამხადეთ. იმიტომ რომ დასწოინა წავიდა ის კაცი ციხეში და ყველაფერი. ანდა რა უქენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს თავის მოკლა უნდოდაო, რა შეურაცხყოფა მიაყენეთ, არ გცხვენიათ და ბზია ამაღლობელი იმ უნამუსო კაცს რომ სილა გააცნა, იმაზე 2 წელიწადი მიუსაჯეთ. არ გცხვენიათ, რევს აკეთებთ, მუდმივად იქნებით თქვენ სათავეში. არა, არ იქნებით. მთელი ევროპა ამხედრებულია თქვენ წინააღმდეგ. წერილზე გიგზავნიან, აგერ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა დღეს აზერბაიჯანში და ჩადის სომხეთში და აზერბაიჯანში და თქვენ არაფრად არ ჩაგაგდოთ და ჩვენ გვებწვით, ჩვენ ქართველებს და გვაღიარებთო, კი, გაღიარებ მე. მაშინ როცა კარგად მოიქცევი, მაგრამ დღეს ყველაფერი რაც ჩემ თავს ხდება, იცით რატომ ხდება ეს? 2012 წელს რომ ივანიშვილზე აბოდებდა და სულს არ დაუჯერდა დილის 8 საათზე პირველი გავქანდი და ხმა რომ მივეცი და ვიცავდი ბოლომდე სანამ არ მივხვდი რომ მაგრად შევცდი. აი ეხლა მჯის ღმერთი ამისთვის და მე ამას გაუძლებ. აუცილებლად გაუძლებ და ნიკას მინდა უთხრა რომ ნიკა შულო მაგრად იყავი, ნუ გეშინია მშობლების ჯანმრთელობის, ჩვენ კარგად ავართ და მაგრად ვიქნები და კიდევ ერთი მინდა გითხრა რომ მაიკო ოთარან ქვრივით არის და სანდრო ისეთი შვილი გაზრდება, მთელი საქართველო მალე იამაყებს მაგითი, მაგრად იყავი, გაუძელია ამათ ყველაფერს. კი ბატონო,
კი ბატონო ანზორ, ნიკა როგორ გრძნობს თავად თავს, რამდენად მხნედ არის დღეს ასევე ინფორმაცია გქონდა, რომ რაღაც გეგმიურ შემოწმებაზე ყავდათ ვივამეთში ჯანმრთელობის მხრივაც იმედია ყველაფერი კარგად აქვს და ეს რაღაც არაფერი იქ არ იყო, პატარა რაღაც იყო და ამბულატორიულად ესე იგი ციხეში ნიკას ცუდად არ ექცევიან ნამდვილად. იმიტომ კომუნიკაბელურია მაგი და სიკეთის თესველია აბსოლუტურად ამას გრძნობს ყველანი და რა ვიცი პრობლემა არ აქვს არაფრის, მაგრამ მინდა რომ გამაგრდეს მაგი ნერვიულობს ჩემზე და დედამისზე ვიცი, იმიტომ რომ ხანში შესულები ვარ ჩვენ და არ შეიძლება ამ მოხუცებულობაში აი ასეთი ქალიშხლები ტრიალებდი ჩვენ ოჯახში. დიახ, მესმის, ამიტომ ხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო ანზორ, ნიკასაც მოკითხვა და ხნეობა, ხლა ადვოკატი უკვე იმყოფება რუსთავის ციხეში, სავარაუდოდ ოფიციალურად მოხდება ბრალის წარდგენა და უფრო მეტი დეტალიც გვეცოდინება ადვოკატისგან, მას შემდეგ რაც გიორგი კონდახაშვილი დატოვებს რუსთავის ციხეს. თქვენ ხომ არ გსურთ რამის დამატება, ბატონო ანზორ? არაფერი, ძალიან დიდი მადლობა, ხვალ ქალბატონ ინგა გრიგორიასთან ვიქნები, პარასკევს ქალბატონ თიასთან ვიქნები, ყველგან ვივლი რომ ჩემ ნიკას ვაგრძნობინო რომ ჩვენ მშობლები მაგრათა ვარ. მანამდე მიგრძალავდა სიარულს და ყველაფერს. ეხლა ცრემლები არ მომადგება, იმიტომ რომ არა, უნდა უჩვენოთ ამ მთავრობას, რომ ჩვენ არ შევშინდებით მშობლებით. არავითარ შემთხვევაში მაგრად ვიქნები და ნიკას გვერდით დავდგებით როგორც ვიდექით. გაუმარჯოს ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს, ყველას, ქალბატონ მზიას გაუმარჯოს იმ ადამიანს, რომელმაც გმირობის მაგალითი გვიჩვენა. ყველა პოლიტპატიმარს გაუმარჯოს და სინდისის პატიმრებს, არაჩვეულებრივ ბიჭებს, ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, რომლებიც აი როგორ გვერდში უდგანან შვილებს, ასე დაუდგები მეც ნიკას. ჯანმრთელობა არ მიწყობს, ახლა ხერხემალის პრობლემა მეც ამაქვს და ამიტომ ვერ დავდივარ ამ აქციებზე, დიდ მანძილებზე, მაგრამ ვივლი როგორც კი აუცილებლად, პატარა სკამს ავიღებ და წავიღებ და იმითი ვივლი აუცილებლად, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები. ჩვენ გვინდა სინდისის პატიმრების და პოლიტპატიმრების გამოშვება, რომ საქართველო აყვავდეს და საქართველო მართლა აყვავდება, ამაში მე დარწმუნებული ვარ, ცოტა უნდა გავუცლოთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორ იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი. ნიკა მელიას მამას ექიმი კარდიოლოგი ანზორ მელია იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი და მე როგორც გითხარით ნიკა მელიას ახალ ბრალთან დაკავშირებით განცხადება